მე ვარ ანი და ხოე, იტყვია სუფალი ღმერთი, რომელი არს და რომელი იყო და რომელი მომავალ არს, ყოვლის ამპყრობელი. კარგად მოусმინეთ, რას გვეუბნება ეს ღმერთი თავის თავზე. ვიქმე მე ანი და ხოე, დასაბამი და დასასრული. მე წყურიელსა მივსცე წყაროიესა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდ. ხომ გესმით გარკვევით და გასაგებად, ვიქმენი მეო, ასომთავრული ანბანი, ანი და ხოეს სახითო. ვინც ამ ჩემს სიტყვებს შეისმენს და დაიჯერებსო, მივსცე მას წყაროისა მისგან წყლისა ცხოველისა უსასყიდლოდო. იქვე გვეუბნება. რომელმან სძლოს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მის აღმერთ და იგი იყოს ჩემ და ძე. რომელმან სძლოსო, ანუ რომელნიც მოინდომებენ, მივსცე მას ესე ყოველიო და იგი იყოს ჩემ და ძეო, ანუ ჩემი ძეები ღმრთისშვილები გახდებითო. ხოლო ვინც ვერ სძლევს, ანუ ვინც არ მოინდომებსო, ასე გვეუბნება. ხოლო მოშიშთა და ურწმუნოთა და ცოდვილთა და საძაგელთა და კაცის მკვლელთა და მეძავთა და მწამვლელთა და კერძმსახურთა და ყოველთა მტყუართა ენაწილი მათი იყოს ტბასა მას ცეცხლითა და წუნწუბითა მოადგინარესა. რომელ არს სიკვდილი იგი მეორე. აბა ახლა კარგად დაუფიქრდეთ უფლის ამ სიტყვებს და უსვათ საკუთარ თავს შეკითხვა ამ ციტატით მოწოდებულ ჩამონათვალში. მაგალითად, სულ მცირე, ურწმუნოთა შორის ხომ არ ვიგულისხმებით. მოусმინეთ ყურადღებით, რას გვეუბნება ყოვლის მპყრობელ ღმერთად წოდებული ანბანი და გვიდასტურებს მისგან გამომავალი სული წმიდით. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაც იქნა თქვენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქნა თავსაკიდურთა. და არავინაი არ სხვია ცხოვრებაე და არცაღა არს სახელი სხვა ეცისა ქვეშე მოცემული კაცთა, რომლით ამცა ჯერ იყო ცხოვრებაე ჩვენდა. ხომ კარგად გაიგონეთ, სხვისგან არავისგან არ არის ცხოვრებაო და არცა სახელი სხვა მოცემულიც ის ქვეშეთში კაცთათვისო. ცხოვრების მომცემი მხოლოდ და მხოლოდ ლოდიაო. გადარჩენის გზა ქართველთა უფალ ღმერთად წოდებულ ყოვლის მპყრობელ ანბანშია. ამენით სამებით კოდირებული წერის მოდელით მოვლენილ ღმრთის სიტყვაში, წმიდა წერილში, ძე იესო ქრისტეშია. მხოლოდ იგია შუამდგომელი, ღმერთსა და კაცთა შორის. რამე თუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუამდგომელ ღმრთისა და კაცთა, კაცი იესო ქრისტე. ვიტყვით კიდევ უფრო დაზუსტებით. ღმერთად წოდებული ყოვლის მპყრობელი ანბანით, სამებით კოდირებული წერის მოდელით მოწყობილ სისტემით მოვლენილ სიტყვას, ძე იესოს ანუ წმიდა წერილს, გააჩნია ორი ბუნება. ერთია, ხორციელი, თვალისთვის ხილული მელნით ნაწერი მხარე, სიტყვის სხეული, ტანი. მეორეა, სულიერი, თვალისთვის უხილავი მხარე, სიტყვაში ასონიშანთა რიცხვითი მნიშვნელობების კანონზომიერებებით ჩადებული ინფორმაცია. ახლა ამ სურათ ილუსტრაციის ფონზე განმარტოთ. რა არის სიტყვის ხორცით, სხეულით ანუ ტანით მოწოდებული ინფორმაცია და რა არის ამავე სიტყვაში მყოფი მამიდან, ანუ ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვითა მნიშვნელობების კანონზომიერებებით გამოღებული ინფორმაცია. ძე ღმერთის სიტყვა იესო, ხომ გვეუბნება. მე და მამაე ჩემი ერთ ვართ. მე მამისა თანა ვარ და მამაე ჩემთანა არს. სიტყვათა რომელთა გეტყვიე თქვენ, თავით ჩემით არა გეტყვიე, არამედ მამაე ჩემი, რომელი ჩემთანა არს, იგი იქმს საქმესა. გარკვევით და გასაგებად გვეუბნება, ჩემში მყოფი მამა იქმს საქმესაო. ანუ სიტყვა ღმერთი გვეუბნება, მე არ ვამბობო, ჩემში მყოფი ასონიშნები ამბობენ ჭეშმარიტებასო. უკვე თუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათვიეს, წამებაე ჩემი არა არს ჭეშმარიტ. სიტყვა ღმერთი გვეუბნება, რა ინფორმაციასაც მხოლოდ ჩემი სხეულით, ანუ ჩემი ტანით მოწოდებული ინფორმაციით გეუბნებით არ არის ჭეშმარიტებაო. არამედ მამაე ჩემი, რომელი ჩემთანა არს, იგი იქმს საქმესაო.
დაუკვირდით კარგად, რა სულიერი ინფორმაცია მოგვეწოდება სიტყვა მართალის დაშლით, ჯვარცმით და მასში მყოფი მამიდან ანუ ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით, სული წმიდით. მართ, ანუ მართი, გამართული, 40 ასონიშნიანი, ადან ლიმდე მოცულობის ანბანი, რომელშიც რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით, სული ღმრთისა, იესო ქრისტეა დავანებული. მართა კი, სიტყვის ჯვარცმით მისი წიაღიდან, მამიდან, ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით, ანუ სული წმიდით მოწოდებული გონებით დანახული ჭეშმარიტების, იესო ქრისტეს მშობელი დედაა. მსმენელი რომ არ დაიბნეს აქვე განმარტავთ. ღმრთის მშობელი მარიამი არის სიტყვის ხორციელი ბუნებით მშობელი დედა, ანუ თვალისთვის ხილული მელნით ნაწერის დედა. ვითყვით კიდევ უფრო განმარტებით. წმიდა წერილში დაფარული სულიერი ინფორმაციებით, მამა ასონიშნებია, ძე ღმერთი სიტყვაა, სული წმიდა რიცხვთა სისტემის კანონზომიერება. გამოდის რომ სიტყვა ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით ჩაისახა დედა მარიამში. ენას მხოლოდ ჩვენ ქართველები ვუწოდებთ დედა ენას. დედა ენა არის ის სისტემა, წიაღი, სადაც თავმოყრილია ასონიშნებიდან რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით მოვლინებული სიტყვები. ბიბლიური წერილიდან ისიც ვიცით, რომ იესოს ხორციელ დედას, ანუ სიტყვის ხორციელი ნაწილის დედას, ჰქვია მარიამი. სულიერი დატვირთვით მარიამი ჰქვია, ქართული ენის დედა, ხორციელ ხილულ ნაწილს. იესო არის ღმრთის სიტყვა, ანუ წმიდა წერილი. ეს წერილი ჩაისახა ქართული ენის ხორციელი ნაწილის წიაღში მამისაგან სული წმიდით. პრინციპი ამ მოდელისა, მამისაგან სული წმიდით მოვლენილი სიტყვა ერთი და იგივეა, როგორც წმიდა წერილისთვის ასევე დედა ენისთვის. დედა ენა, დედა მარიამია, ხოლო იესო წმიდა წერილია. ასე რომ აქ საუბარია დედანი ენის წიაღიდან წმიდა წერილის ხორციელ დაბადებაზე. შენებული, შენაწევრებული, ორძის ტაძრად წმიდად უფლისა მიერ. ამენით მოვლენილი ღმრთის სიტყვა, ანუ წმიდა წერილი, ორი ძის ტაძარია. ერთია ხორციელი, თვალისთვის ხილული, მელნით ნაწერი, სიტყვის სხეული, ტანი, იესო ნაზარეველი, ძე წარწყმედისა. მეორეა სულიერი, თვალისთვის უხილავი, სიტყვაში ასონიშანთა რიცხვითი მნიშვნელობების კანონზომიერებებით ჩადებული ინფორმაცია, იესო ქრისტე, ძე მშვიდობისა. ვითყვით კიდევ უფრო განმარტებით. იესო ორბუნებოვანი წმიდა წერილის ანუ ღმრთის სიტყვის ერთი საერთო სახელია. მისი ხორციელი ბუნებაა ნაზარეველი, წერილის თვალისთვის ხილული, მელნით ნაწერი სხეულით, ტანითა მოკითხვადი, არასრული შეცდომაში შემყვანი, მაცთური ინფორმაციის მომწოდებელი. ძე წარწყმედისა, რადგან ჯვარცმის კანონით უნდა წავიდეს. ხომ გვეუბნება, უმჯობეს არს თქვენდა, რა ერთა მე წარვიდე, უკვე თუ მე არა წარვიდე, ნუ გეშინის მცემელი იგი არა მოვიდეს თქვენდა. სულიერი ბუნებაა ქრისტე, წერილში თვალისთვის უხილავი, ასონიშანთა რიცხვთა მნიშვნელობების კანონზომიერებებით, სიტყვის ხორციელი სხეულიდან ჯვარცმის კანონის აღსრულებით, გონების თვალით გამოღებული სრული ინფორმაცია, ჭეშმარიტება. განაწმიდა წერილის კარნახით, სიტყვა მართალიდან მასზე ჯვარცმის კანონის აღსრულებით, ასონიშნებიდან გამომავალი რიცხვთა მნიშვნელობებით ანუ სული წმიდით არ მოგვეწოდება. ამ სურათით ნაჩვენები ინფორმაციაა. ამენით მოვლენილი წმიდა წერილის ამ მოცემულობიდან, მსმენელი უკვე უნდა ხვდებოდეს, თუ რას ნიშნავს, ჭეშმარიტად მართალის მადიდებლობა. მართალის მადიდებლობა ნიშნავს, ამენით მოვლენილი ორბუნებოვანი სიტყვიდან, ორივე ბუნებით ინფორმაციის აღმოკითხვას. სიტყვის სხეულზე ჯვარცმის კანონის აღსრულებით, მასში მყოფი მამით, ასონიშნებით, ანუ მართი, რიცხვთა სისტემის კანონზომიერებებით გამართული, ან ბანიალით, დადასტურებულ, დამოწმებულ ინფორმაციების მადიდებლობას, მიმდევრობას. მსმენელმა უნდა გაიაზროს, წმიდა წერილიდან რომელიც ერთადერთი შუამავალია ღმერთსა და კაცთა შორის, მისი ორივე ბუნებით ამოკითხვადი ინფორმაციებით მოხდება,
ჭეშმარიტი ნათელისღება და ღვთისმშვილობის, ნაზარეველის წოდების მიღება. რომელ მან სძლობს, მივსცე მას ესე ყოველი და ვიყო მის აღმერთ და იგი იყოს ჩემ და ძე.